მოდით შევხედოთ უფრო დიდ სურათში, ვიდრე ერთი რიგითი გამოცდის დაწესება სახელმწიფოს მიერ, თუნდაც სახელმწიფო ენის შემოწმებასთან დაკავშირებით. და რატომ დიდ სურათში? არ ახალია ამბავი იმის შესახებ, რომ ჩვენ ცხოვრობთ დიქტატურაში და დიქტატურაში ცხოვრების პირობებში ხელისუფლება მუდმივად ქმნის ახალ თემებს ყურადღების გადასატანად, სრულ პატრიოტული მოტივების შემოსატანად და საკუთარ თავზე იმის სამტკიცებლად, რომ ის ნამდვილად დგას ერის სამსახურში, ხო? და აი ასეთივე დაახლოებით ასეთივე რანგის თემა არის ეს. თავად რა მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო ენას, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა გუშინ, როდესაც კობახიძეს დაუსვეს კითხვა და პრემიერ-მინისტრი შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად აზრზე არ იყო, რას ეკითხებოდნენ, ხო? ანუ ერთია მისი მინისტრი, რაზე საუბრობს და ამბობს, რომ აი სახელმწიფო ენას დაუბრუნოთ, ასე ვთქვათ, პატივი და ღირსება, რაღაც და შემოვიტანოთ გამოცდა, რატომ ეს კიდე ცალკე საკითხია და ამავე დროს, ზუსტად იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი ქვეყნის ასეთი მნიშვნელობის საკითხს მოიხსენიებს როგორც ლოკალურს საბოლოო ჯამში, ხო? როგორ შეიძლება სახელმწიფო ენასთან დაკავშირებული საკითხი ერთი არ იცოდეს პრემიერ-მინისტრმა და მეორე სახელმწიფო ენასთან დაკავშირებულ საკითხს უწოდოს მან ლოკალური, როდესაც აი ჩვენ განცემის და ვთქვათ რუბრიკის დაწყებამდე აქ ვახსენეთ 1978 წლის 14 აპრილი, ხო? როდესაც ზუსტად ვიცით რა არის ქართული ენა ქართველისთვის, ეს არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. და აი ამ ისეთივე იდენტობის ნაწილია, რისთვისაც ვიბრძვით მაგალითად ის რომ ჩვენ ვართ დასავლური ოჯახის წევრი, ან როდესაც ჩვენ საუბრობთ საკუთარ წინაპრებზე, რომლებაც სისხლით მოიტანეს ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე, ხომ? აი ამ გზის ნაწილია სახელმწიფო ენა, ამ გზის ნაწილია ქართული ენა და გაბედა და ირაკლი კობახიძემ რაღაც ლოკალური საკითხი უწოდა, ხო? ახლა მეორე დაუბრუნდეთ მინისტრს, რომ რაში დასჭირდა მას ასეთი თემის წამოწევა. რატომ ვამბობ, რომ დიდი სურათი გვჭირდება? ნახეთ, ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ იწყებენ ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმას და სამართლიანად ამ რეფორმას უწოდა საზოგადოებამ დეფორმა, იმიტომ რომ არაფერი საერთო მას არ აქვს რეფორმასთან, 4 გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საუბრობთ ამ შემთხვევაში, რომელიც კონცეფციაც კი არ არის, ხო, რეალურად და აი მუშაობენ ამ რეფორმაზე თურმე და კაცმა არ იცის რა შემადგენლობით. აი, როდესაც რეფორმის შემადგენლობას გადავხედეთ იმ საწყის ეტაპზე, ანუ ვინ იფიქრა ამაზე და მაშინ ვიპოვეთ, მთელი მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც განათლების პოლიტიკასთან მართლა არაფერი აქვს საერთო, ხო? და ვიპოვეთ თბილისის მერი, რა დოკუმენტი უნდა შეექმნათ უბრალოდ და რაზე უნდა ეკამა თუ ამ ხალხს, მაგრამ ამავდროულად ახლა, ანუ ერთია ნახეთ ეს ეგრეთ წოდებული პატრიოტული მოტივებით განათლების რეფორმის ჩატარება და ასე ვთქვათ ქართული საუნივერსიტეტო რაღაცა ხარისხის ამაღლება, სკოლის ცოდნის ამაღლება და აქვე შემოდის უკვე აი სახელმწიფო ენის სადმე დამოკიდებულების გამოხატვა იმით, რომ რაღაცა ვთქვათ სერტიფიკატის გაცემა მოხდება, მაგრამ თავარი კითხვა, როგორია ამ სახელმწიფოში სახელმწიფო ენის სადმე დამოკიდებულება, ვიდრე გამოცდაზე გადავალთ, ხო? როგორია, იცით, ეს ძალიან კარგად ჩანს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც საბავშვო ბაღში ბავშვებთან ვერ ხორციელდება ბილინგური სწავლება და ვერ შემოდის ქართული ენის ელემენტები, ხარისხიანად კი არა, საერთოდ ვერ შემოდის. შემდგომ სკოლის ეტაპზე, ხომ? ბავშვებს არ ეძლევათ შესაძლებლობა იმავე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რომ ხარისხიანი განათლება მიიღოს სწორედ ქართული ენის სწავლების ნაწილში და ეს მოყვებათ მათ სკოლის დასრულებამდე და ბუნებრივია უკვე შემდგომ ამ ხარვეზის თითქოს აღმოფხრის შესაძლებლობას 1+4 პროგრამა იძლეოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა დასაქმების დროს, აი უკვე მივდივარ საჯარო სამსახურამდეც, ხო? ეს ადამიანები მაინც არიან ესე ცოტა გადატანითი მნიშვნელობით, რომ ვთქვათ, მინუსში ქართულ მოსახლეობასთან შედარებით, იმიტომ რომ მაინც ვერ ფლობენ ისეთ დონეზე ქართულს, როგორც მათ სამსახურში სჭირდებათ. ამას გამოცდა შეცვლის, რომელიც ნებაყოფლობითია? ანუ ნახეთ, პრობლემას ძირში კი არ ხედავენ ადამიანები და ქვემოდან კი არ იწყებენ, ანუ სახურავიდან ვიწყებთ სახლის. პირდაპირ სახლის მშენებლობას იწყებენ სახურავიდან, რომ თუ მე ერთი გულწრფელი პასუხი მჭირდება შეკითხვაზე. ესეთ დროს უმოქმედობა და არასწორი მოქმედება, რომელი უფრო დამაზიანებელია ხოლმე ხშირად მიჩნდება ეს კითხვა, ანუ ის რასაც გააკეთებენ
ეს კიდევ უფრო ხო არ გააღრმავებს პრობლემას, ხო არ გამოაჩენს ახალ პრობლემებს. ანუ ამას ხანდახან ხო არ ჯობია ხანდახან მოქმედობა ავირჩიოთ ხოლმე ვიდრე არასწორი მოქმედება. აბსოლუტურად გეტყვი. არა, შეიძლება არც არ. არა, ჩემი აზრითაც ასია, იმიტომ რომ უმოქმედობა არის რაღაც გაყინვის ეტაპი, ხო, როდესაც არაფერი იცვლება და უბრალოდ რაღაცა კონსერვდება, სტატუს quo ესეთი და ეს მოცემულობა უკვე როდესაც ამის შეცვლის შესაძლებლობა იქნება, კარგად შეცვლის შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში იმ რაღაც საწყის და ეხლა ნებისმიერი რამ რაც ხორციელდება, რომელიც შევა უკვე ცვლილებების სახით, ანუ იქნება ეს სასკოლო დონე, ბაღის დონე, იგივე ამ გამოცდის საკითხი თუ სხვა და სხვა, ამას უკვე შეგვიძლია გარკვეული მავნებლობები უწოდოთ. მავნებლობები, რომლებსაც ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ჩადის საკუთარი ერის წინაშე, საკუთარი ქვეყნის წინაშე და რომელიც აუცილებლად აისახება ისტორიაში, მაგრამ ეს ხელისუფლება სანამ რეჟიმს უწოდებდით რომ მოვიდა, მაშინ ვამბობდით რომ ესენი არიან რაღაცა უმოქმედოები, უნიათოები და შემდეგ აღმოჩნდა რომ არიან მავნებლები. დიახ. ესენი არიან მავნებლები და ახლა აი ამ მავნებლობის ნაწილია ერთი განათლების სისტემის მოთვინიერების პოლიტიკა, იმიტომ რომ სხვა არაფერია ამ დეფორმის, ხო, მათთვის რეფორმის მოუზადება და მეორე და უშუალოდ ამის თანხლები რაც იქნება. მართლაც ერთი ეპიზოდიც არ დაგვაუწყდეს, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტუალურად განიხილებოდა ზოგადად სოციალურ ქსელში თუ ისე მოსახლეობაში. ეს არის ეს არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხი და ხომ არ შეიძლება რომ უფრო დიდ სურათში სახელმწიფო ენისადმი დამოკიდებულება და ასეთი პატრიოტული თემების შემოტანაც იმ თემის გადაფარვის მცდელობა იყოს მათი მხრიდან. ანუ ამ კონტექსტში უნდა შევხედოთ. ამაზე პრობლემა და ამაზე საკუთარ ამორჩეველშივე ქონდათ ეს პრობლემა დიახ. მაინც თავარი მივდივართ იქეთკენ, ნახეთ რა თქმა უნდა სახელმწიფო ენის გამოცდა შესაძლოა არსებობდეს ქვეყანაში. ამაზე არავინ არ საუბრობს, ხო? რა თქმა უნდა, ამაში ცუდი ესე ცალკე აღებული როგორ შეიძლება იყოს კი ვინმეს თუ სჭირდება სახელმწიფო ენაში სერტიფიკატი დაუშვათ A თუ B რადონეზე ფლობს ასეთ სერტიფიკატი ადამიანმა უნდა მიიღოს ეს არის შესაძლებლობა ხო მაგრამ ამის ასეთი სახით წარმოჩენა როგორც ეს გააკეთა განათლების მინისტრმა ხო ანუ გამოცდა შემოვიღეთ პირველად ქვეყნის ისტორიაში ამ მიზნებისთვის ოღონდ ეს მიზნები საიდან მოვიდა სწორად საუბრობდით იმ ნაწილზე რომ რას ეფუძნება ხო? ანუ აქ რამე კვლევა ჩატარდა და დადგინდა საჭიროება ერთი მხრივ საჯარო სექტორში და უშუალოდ უცხოელების დასაქმებისთვის, რომ ეს ახლა ასე საჭირო იყო. მეორე მხრივ იქვე არის საუბარი უცხოელი სტუდენტები, რომლებიც საქართველოს განათლებას იღებენ. უცხოელი სტუდენტები საქართველოს განათლებას იღებენ ინგლისურ ენაზე. და თუ მათ დაუდგებათ საჭიროება, რომ ქართულად უნდათ განათლების მიღება, ისინი ამ გზას იპოვიან. ანუ ქართული ენის შესწავლის გზით იპოვიან. ასევე იყო უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის. ამათ ერთად გაუგებარია. ხო, ნუ ეგ ნაწილი მართლა ვერ გავიგე, მგონია რომ რაღაც ნაჩქარევად შეფუთული, რაღაცა ესეთი ფსევდოპატრიოტული ინიციატივა, რომელიც ვერც კი მოასწრო, ასე ვთქვათ, პრემიერთან სათანადოდ წარმოეჩინა, რომ იმას მერე ლოკალურ თემად არ ექცია ეს და ამავდროულად, დიახ, რისკი იმის, რომ რაღაცა დაზიანდეს, ყოველთვის არსებობს, როდესაც რეჟიმთან გაქვს საქმე, მაგრამ აქვე ერთ დეტალზე დავფიქრდეთ, ანუ აქ იხარჯება რესურსი, აქ იხარჯება პირდაპირ მნიშვნელობით ხალხის ფული, ხომ? ამის მომზადებაში, ამის იმპლემენტაციაში. შემდგომ რა თქმა უნდა ეს ფასიანი იქნება ეს გამოცდა, ხო? შემოსავლებს მიიღებს, ამ შემთხვევაში ნაეკი შემოსავალს მიიღებს სავარაუდოდ ქართული ენის ის დეპარტამენტიც, ხო, რომელმაც უკვე ნაეკის მიერ რაღაც ქულა მინიჭებულ პირზე უნდა გასცეს სერტიფიკატი, ხო? ანუ რეალურად დეპარტამენტსაც ისე სადღაც საქმე გამოუჩნდა, ხო? იმიტომ ჩვენ არ ვიცით ეს დეპარტამენტის სხვა რა საქმიანობით არის დაკავებული, იმიტომ რომ ამის შესახებ არ გვიყვებიან, არ არის ესე საჯაროდ გაცხადებული, მაგრამ გავიგეთ რომ ახლა სერტიფიკატს გასცემს. იქნებ იქ დასაქმებულებსაც საქმე გამოუჩინეს, ხო? და ამავდროულად ახალი რგოლი შექმნეს ერთი მხრივ შემოსავლისა და მეორე მე უნდა გითხოთ დასასრულსკენ ნესტორ შევაჯამოთ და თანადგომა და ერთიანობა ვახსენეთ და ის თუ რა პრობლემებიც არსებობს თბილისში, ბათუმში, იგივე პრობლემები არის ჭიათურაში, აი ამ ერთიანობას და ერთ
კონტექსტში დანახოს პრობლემის, რომელიც ყველას ერთად გვჭირს, რამდენად დიდი მნიშვნელობა. ეს არის ის, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, იმიტომ რომ რომელ ქალაქშიც არ უნდა ვიყოთ ჩვენ, რომელ ასე ვთქვათ, სამსახურშიც არ უნდა საქმიანობდეთ, ან საერთოდ არ საქმიანობდეთ და უმშევარი ვიყოთ, ხო? ამ შემთხვევაში გვაერთიანებს ერთი რამ, ამ ქვეყნის კეთილდღეობა და ჩვენი შვილების კეთილდღეობა. ქვეყნის კეთილდღეობა პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისა და ამ კეთილდღეობის მიღწევა შესაძლებელია ერთადერთი გზით, ხომ? ჩვენი დასავლურ ოჯახში დაბრუნების გზით. და თუ ეს მიზანი მეც, ჭიათურაშიც, ლანჩხუთშიც და სენაკშიც მაერთიანებს სხვა ადამიანებთან, ესე იგი საერთო ბრძოლაში ვართ და რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთობაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ეს ისტორიულად გვაქვს ჩვენ დადასტურებული ქართველებს, ხომ? როდესაც გამოგვივლენია ერთობა და მტკიცე ერთობაში, ანუ ერთი არის ვართ ერთიანი, მეორეა მტკიცე დგავართ საკუთარი მიზნების მიღწევაში, ვართ თანმიმდევრულები და პრინციპულები, ხო? აი ამას მოაქვს შედეგი, როგორც ჭიათურელისთვის, ისე თბილისში პროტესტში მყოფი ადამიანისთვის. ძალიან დიდი მადლობა.